რომელი თანამედროვე თავდამსხმელი ჰგავს ყველაზე მეტად შენ სტილს? თუ ყველა ერთნაირია, გასახდელში მოსაწყენი ატმოსფერო იქმნება. შესაბამისად, შენ განსხვავებული ტიპაჟები გჭირდება. შენ ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყავი. როგორ გაიხსენებდი შენს კარიერას ეროვნულ ნაკრებში და დასამახსოვრებელ მატჩებს? ჩემი აზრით, ჩვენ წინ მივიწევთ და ძალიან კარგ ადგილას ვიმყოფებით. არნე სლოტი ჩემთვის სიურპრიზს არ წარმოადგენდა. რობი, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. შენთან საუბარი სასიამოვნოა. ლივერპულში შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. ყველა იმ უამრავი გოლიდან, რომლებიც გაიტანე, შენი რჩეული რომელია? ჩემი აზრით, როდესაც ლივერპულის ფეხბურთელი ხარ, ევერტონთან ან მანჩესტერ იუნაიტედთან გატანილი ნებისმიერი გოლი ყოველთვის ცოტათი უფრო მეტს ნიშნავს. თუმცა, მე კარში ბურთის მსუბუქი დარტყმით შეგორება მომწონს. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, რომ შენ იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გევალება. შორი მანძილიდან დრო გამოშვებით გატანა ყველა შეუძლია. თუმცა მე ბურთის კარში შეგორება მომწონს. ჩემი რჩეული გოლი ლივერპულის მაისურით 2001 წლის სეზონის ბოლო მატჩში ჩარლტონის წინააღმდეგ გავიტანე. მეკარეს ბურთი თავზე გადავუგდე. შესრულება უზადო არ გახლდა, თუმცა იმის გამო, რასაც იმ წელს მივაღწიეთ, ის გოლი ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემი აზრით, ის გოლი ჩემპიონთა ლიგის აგზურის მოპოვებაში დაგვეხმარა. რომელი მატჩი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი? მაქვს ვერსია თუ რომელი შეიძლება დაასახელო. შენი აზრის მოსმენა საინტერესო იქნება. ნებისმიერი მატჩი, რომელშიც ოქროს მედალს მოიპოვებ, ან გოლს გაიტან, დასამახსოვრებელია. როდესაც წარსულს ვიხსენებ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოგონებას არსენალთან სარეკორდო დროში გატანილი ჰეტ-ტრიკი წარმოადგენს და ის რეკორდი 21 წლის განმავლობაში იყო ხელშეუხებელი. მანჩესტერ იუნაიტედთან გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება გახლდათ. თუმცა თუ პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთი მატჩი უნდა ავირჩიო, ეს არსენალთან 3-0 მოგებული შეხვედრაა. 3 გოლის გატანა ასეთ სპორტში და დროის მცირე მონაკვეთში ისეთ გუნდთან, რომელსაც შემადგენლობაში ინგლისის ეროვნული ნაკრების 5 მოთამაშე ჰყავს, 4 მცველი და მეკარე, შესანიშნავი შეგრძნებაა. ეს არც ისე ცუდი გახლდათ. მეც იმავეს ვფიქრობდი, რადგან ეს რეკორდი მოგვიანებით სადიო მანემ დაამსხვრია. მანამდე კი ის ხელშეუხებლად იდგა და შეუძლებელი ჩანდა, რომ ვინმეს დაემხო. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვიღაც ამ რეკორდს გააუმჯობესებდა, რადგან იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც 2 წუთში 2 გოლი გაიტანეს და შესაბამისად, მესამე გოლის გასატანად 2 წუთ ნახევარი ჰქონდათ დარჩენილი. როდესაც ამ საამაყო რეკორდს ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ის კვლავ საუკეთესოა, რადგან მართალია სადიო მანე დიდებული ფეხბურთელია, ჩვენ ეს ვიცით, თუმცა მანეს ჰეტ-ტრიკი შედარებით სუსტი ასტონ ვილას წინააღმდეგ შეასრულა. მე სადიოსთვისაც მithქვამს. მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ჰეტ-ტრიკი უკეთესია. ის არ დამეთანხმა. ჩემი აზრით, მას საწინააღმდეგო აზრი არ უნდა ჰქონოდა. შეგიძლია გითხრათ, თუ ვინ იყო შენი რჩეული თანაგუნდელი? ვისთან ერთად ატარებდი დროის უდიდეს ნაწილს, როდესაც ლივერპულში ირიცხებოდი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემთვის მარტივია. მე ლეგენდებთან ერთად ვთამაშობდი. თანამედროვე ფეხბურთში ლეგენდას ზედმეტად ხშირად იყენებენ. მე კი ჭეშმარიტ ლეგენდებთან ერთად ვასპარეზობდი. ჯონ ბარნსი, იან რაში, რონი ვილი და სტივ ნიკოლი. ლივერპულის ისტორიაში მათ განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. როდესაც ამ გუნდში ვირიცხებოდი, სტივენ ჯერარდთან ერთადაც ვთამაშობდი და ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ შთამბეჭდავი ფეხბურთელი იყო ის. თუმცა ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე მეტად სტივ მაკმანამანთან ერთად თამაში მომწონდა, რადგან მოედანზე განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა. ამასთანავე მოედნის მიღმაც ახლო მეგობრები ვიყავით. რეალურად ახლაც მეგობრები ვართ. მასთან ერთად თამაში იმის გამო მიყვარდა, რომ ერთმანეთს ჩინებულად ვუგებდით და მუდმივად ვეხმარებოდით ან ვცდილობდით, რომ დავხმარებოდით. ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე გოლების დიდი ნაწილი მაკას დახმარებით გავიტანე. ის დიდებული მოთამაშე გახლდა და ამის მტკიცებულებად ისიც გამოდგება, რომ ის მადრიდის რეალში გადავიდა, გალაქტიკოს ნაწილი გახდა და იმ შემადგენლობაში ზედმეტიან უადგილო არასოდეს ყოფილა. შენ გოლის გატანის უნარებით ხარ ცნობილი და გითხარი, როგორ განავითარე ბადეში ბურთის გახვევის ნიჭი, განსაკუთრებით ინსტინქტური შესრულება. ის რაღაც განსაკუთრებული იყო. მადლობა კომპლიმენტისთვის. ამ სპორტს ყოველთვის ენთუზიაზმით ვსწავლობდი და მუდმივად განვითარება მსურდა. მე ყოველთვის ვარჯიშობდი. მაშინაც კი, როდესაც კლუბისგან შორს ვიყავი. ვარჯიშობდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რაც განვითარებისთვის მჭირდებოდა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, დამოუკიდებლად ძალიან ბევრს ვარჯიშობდი. ერთი და იგივე რაღაცის განმეორებით კეთების მონოტონურობამ, რეპეტიციამ, ჩემთვის ბრწყინვალე შედეგი გამოიღო, რადგან ისე გამოვიყურებოდი, როგორც ბუნებრივად ნიჭიერი თავდამსხმელი. თუმცა სინამდვილეში ძალიან ბევრი მონოტონური ვარჯიში მქონდა და მუდმივად ერთი და იგივეს გამეორებამ ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ ბუნებრივად დაჯილდოებული ვიყავი. ჩემი უნარჩვევების განვითარებისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და ამით ძალიან ვამაყობ. შესაბამისად, რამდენადაც ნიჭით დაჯილდოებული სიარლიყი არ მომწონს, მაინც ვთვლი, რომ ეს დაუჯერებლად დიდი კომენტარია. ერთგვარი კომპლიმენტი.
შენ სტივ ნიკოლი და ჯონ ბარნსი ახსენე. ლეგენდებთან ერთად თამაშობდი. ამასთანავე იყო დრო, როდესაც გასახდელ სტივენ ჯერარდთან და ჯეიმი კარაგერთან იზიარებდი, რომლებიც ასევე ლივერპულის ლეგენდები არიან. როგორი ატმოსფერო იყო გასახდელში მაშინ და იყო თუ არა ის საუკეთესო გარემო, რომელიც ლივერპულის გასახდელში ოდესმე გინახავს. ჩემი აზრით, როდესაც ლივერპულში ვთამაშობდი, გასახდელში ყოველთვის კარგი ატმოსფერო გქონდა, რადგან თანამედროვე ფეხბურთს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ისეთი მოთამაშეები მოვიშოროთ, რომლებიც რობოტებს გვანან. ყველა ერთნაირია და ყველას ერთგვარი გამომეტყველება აქვს. ისინი ძალიან სერიოზულები არიან. ერთი რამ, რაც საკუთარ თავთან დაკავშირებით ყოველთვის მომწონდა, ისაა, რომ კლოუნი არ ვიყავი, მაგრამ ვიყავი. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც გასახდელში ერთიანობის შენარჩუნება სურდა. მე ყველას ვესაუბრებოდი და ვიმედოვნებდი, რომ ისინიც კომპლიმენტებს მეტყოდნენ, რადგან ჩემი აზრით გასახდელი განსხვავებული ტიპაჟებითა და პერსონალით კლუბის ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ყველა ერთნაირია, გასახდელში მოსაწყენი ატმოსფერო იქმნება. შესაბამისად, შენ განსხვავებული ტიპაჟები გჭირდება, რომლებიც ხასიათის განსხვავებულ შტრიხებს წარმოადგენენ. ჩემი აზრით, მე ვიყავი სწორედ ის მოთამაშე და ადამიანი, რომელიც ყველას კომფორტულ გარემოს უქმნიდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოეხადათ. შენ სტივი და კარა ახსენე, რომლებიც განსაკუთრებული ფეხბურთელები და ძალიან კარგი ბიჭები არიან. ჩემი აზრით, გასახდელში სწორედ ეს არის საჭირო. შენ გჭირდება კარგი ბიჭები, რომლებსაც თავიანთი იდეებისა და ამბების ერთმანეთთან გაზიარება სურთ. ყველა გასახდელში, რომელშიც ოდესმე ვყოფილ ვარ, მსგავსი გამოცდილების მიღება მინდოდა და პირადული ხასიათის მრავალ საუბარში მიმიღია მონაწილეობა. გასახდელში ყოფნა ძალიან მიყვარდა. ერთ-ერთი რამ, რაც კარიერის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად გენატრება, სწორედ გასახდელია. გასაგებია. 90-იანების მიწურულსა და 2000-იანების დასაწყისში შენ ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყავი. როგორ გაიხსენებდი შენს კარიერას ეროვნულ ნაკრებში და დასამახსოვრებელ მატჩებს? სიმართლე რომ გითხრათ, სანაკრებო კარიერას არც ისე დადებითი კუთხით ვიხსენებ. ჩემი აზრით, უფრო მეტი მატჩი უნდა ჩამეტარებინა. ვიდრე ნაკრების მაისურით პირველ შეხვედრას გავმართავდი, საკლუბო დონეზე თითქმის 100 გოლი მქონდა გატანილი და ეს უსამართლობა გახლდათ. თავის წარმოჩენა მინდოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ინგლისის ნაკრების მაისურით უფრო მეტი რომ მეთამაშა შესანიშნავი იქნებოდა. როგორც მახსოვს, 26 თუ 27 მატჩი ჩავატარე. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 12 ჯერ მოვხვდი და შესაბამისად, ერთ შეხვედრაში გატანილი საშუალო გოლების მაჩვენებელი ძალიან კარგი მქონდა. იმ 12 მატჩიდან, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში დავიწყე, მინდორზე სრული 90 წუთი მხოლოდ ერთ შეხვედრაში დავყავი, რაც არც ისე კარგია, ხომ ასეა? როდესაც პრემიერ ლიგაში გატარებულ დროს იხსენებ, იყვნენ მცველები, რომლებთანაც დაპირისპირება მათი ფიზიკურობის, უხეშობის ან შენ წინააღმდეგ თამაშის სტილის გამო განსაკუთრებულად არ მოგწონდა? არა, განსხვავებული სტილის მოთამაშეების წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის კომპლიმენტად მიმაჩნდა. წლების განმავლობაში მრავალი გამორჩეული და კარგი ტექნიკის მქონე ცენტრალური მცველის წინააღმდეგ მითამაშია, თუმცა არასოდეს ყოფილა მომენტი, როდესაც მათი შემშინებია ან მათ წინააღმდეგ თამაში არ მდომებია, რადგან ჩემი აზრით ეს შენს პერფორმანსზე ცუდ გავლენას იქონიებს, ან საერთოდ უხარისხოდ აქცევს. მე მათ ინდივიდუალურად არასოდეს ვაქებდი. ჩემი ქება უფრო მეტად მშობლებისას გავდა. მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედის დაცვის დუეტები, სტივ ბრიუსი და გარი პალისტერი, რიო ფერდინანდი და იაბ სტამი, რიო ფერდინანდი და რონი ჯონსონი, აგრეთვე რიო ფერდინანდი და ჯონათან ვუდგეიტი. ცოტა ხნის წინ არსენალის დაცვის 4-ეული ვახსენე, რომლებიც ინგლისის ნაკრებში თამაშობდნენ. მაგალითად, ტონი ადამსი და სტივ ბოლდი, ან ტონი ადამსი და მარტინ კიოუნი. ყველა ეს ბიჭი ძალიან ძლიერი იყო და ისინი პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ. მე მათი არასოდეს მეშინოდა. პირიქით, მე დიდებული ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში მსურდა, რაც ჩემთვის საინტერესო გამოწვევას წარმოადგენდა და ეს ყველაფერი განვითარებაში მეხმარებოდა. შესანიშნავი პასუხია, მადლობა. ახლა ლივერპულის მწვრთნელი არნე სლოტია. რას ფიქრობ მის სამწვრთნელო სტილზე და შეუძლია მას კლუბს წინსვლაში დაეხმაროს? ჩემი აზრით, ჩვენ წინ მივიწევთ და ძალიან კარგ ადგილას ვიმყოფებით. არნე სლოტი ჩემთვის სიურპრიზს არ წარმოადგენდა, რადგან თუ ფეინორდში და ჰოლანდიაში მის სამწვრთნელო კარიერას შევხედავთ, აშკარაა, რომ ის კარგი მწვრთნელი გახლდათ.
თუმცა ამასთანავე პრემიერ ლიგა აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ გვინახავს თუ როგორ გაუჭირდა აქ ზოგიერთ მწვრთნელს. ისინი განსხვავებული სტილით თამაშობდნენ და იმ ლიგებთან შედარებით საიდანაც მოვიდნენ, პრემიერ ლიგის მიმართ განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ. თუმცა არნე სლოტმა ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა და საკუთარი ხელწერა მას მყისიერად დაატყო. გუნდი გაცილებით განსხვავებულია ვიდრე შარშან და აუცილებლად დასაფასებელია ლივერპულის ახლანდელი მდგომარეობა. უნდა დავაფასოთ ფეხბურთელები, რომლებმაც წარმოუდგენლად კარგად დაიწყეს და ჩვენ სწორი გზით მივდივართ. მე მომწონს მისი მიდგომა. ძალიან მეთოდურად უდგება საქმეს და კარგად ეგუება პრემიერ ლიგის საფეხბურთო ლანდშაფტს. მან იცის რა არის საჭირო მაჩების მოსაგებად და ისე წარმოაჩენს თითქოს ამ ყველაფრის გაკეთება მარტივია. ამავდროულად ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ეს რთულია. გასაგებია, რომ ის შედარებით ახალი მოსულია, მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ყველა აბსოლუტურად კმაყოფილი და გახარებული იქნება იმით, თუ როგორ მუშაობს. მე როგორც ლივერპულის ქომაგს, ეს ძალიან მახარებს და იმედია ასე დიდხანს გაგრძელდება. ახსენეთ ტრებლის მომგები ლივერპული 2000-2001 წლების სეზონში. როგორ შეადარებდი იმ გუნდს ახლანდელ ლივერპულს? რაიმე საერთო ნიშნებს ხომ არ ამჩნევ? შესაძლოა დიდ განსხვავებებსაც ხედავდე. და როგორ ფიქრობ, რამდენად განვითარდა პრემიერ ლიგა ამ პერიოდში? მისი დაარსებიდან უკვე 23 წელი გავიდა. შენ ახლა ჩემს ასაკზე მიანიშნებ. არა და მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, მეგობარო. ვფიქრობ, სხვაობა აშკარაა იმ გუნდთან, რომელშიც მე ვთამაშობდი. ბუნებრივია, მაშინ სულ სხვა ასპექტები და სხვა მოთამაშეები იყვნენ, სხვა შემადგენლობები და სხვა ხასიათი. თუმცა მთავარია, რომ თითოეული მომენტით ისიამოვნო. ამ ორ გუნდს შორის მსგავსებები გადის მათ შედეგებზე. და აი მაგალითად იურგენ კლოპის გუნდმა შარშან თითქმის იმდენი მატჩი ჩაატარა, რამდენიც ჩვენ 2001 წლის სეზონში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თითოეული მატჩი თავდაჯერებულად ჩაატაროს. ეს დიდი მიღწევაა. იურგენ კლოპი ტიტულთან შარშან ძალიან ახლოს იყო და ეს მისთვის დიდი მიღწევაა. თუმცა ჯამურად თუ შევაფასებთ, იმ მოთამაშეების გათვალისწინებით, რომლებიც გვყავდა, ტექნიკურად ალბათ გულწრფელი თუ ვიქნებით, ჩვენი გუნდი ჯობდა. მაშინ საფეხბურთო ეპოქა იყო უკეთესი. თუმცა მას მერე სპორტი განვითარდა და ახლა ის მეცნიერულ დონეზეა ასული. დღევანდელ ფეხბურთში ფეხბურთელს ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია ავიდეს. ამავდროულად ვფიქრობ, რომ მაშინდელ ნებისმიერ მოთამაშეს დღევანდელ გარემოში თამაში შეეძლო და ვფიქრობ, ზოგადად ცვლილებებთან შეგუებას ყველა შეძლებდა. ეს ყველა მოთამაშეს უნდა შეეძლოს. ახლა უამრავი გამორჩეული მოთამაშეა. მაგრამ ვფიქრობ, მაშინდელი მოთამაშეებიც გამორჩეულები იყვნენ. სპორტი კი დღეის მდგომარეობით ჩემთვის უკვე განსხვავებულია. შეიცვალა სპორტული მეცნიერება და სისწრაფე. მინდა ლივერპულის ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე შენი აზრი მოვისმინო. ეს დარვინ ნუნიესია, დიახ. რას ფიქრობ მასზე, მის პოტენციალზე და შეიძლება თუ არა მისი ფერნანდო ტორესთან შედარება? მე ბევრჯერ მინახავს, რომ ამ ორ მოთამაშეს ერთმანეთს ადარებენ. დიახ, ასეა, თუმცა მე მათ ნამდვილად ვერ შევადარებდი. ვინაიდან ნანდო არის მოთამაშე, რომელსაც ბევრი გოლი გაჰქონდა. დარვინ ნუნიესი კი ჯერ ისევ თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას ელის. ფიქრობ, ამ ასაკში ჩვენ მის პოტენციალს უნდა დავაკვირდეთ. სრულიად გულწრფელად ის დიდებული მოთამაშეა. ამას აჩვენებს მისი სტატისტიკა ბენფიკაში და აგრეთვე ზოგადად მისი სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებში, სადაც ბევრი გოლი გააქვს. მან ლივერპულშიც უკვე იმდენი გოლი გაიტანა, რომ შეუძლებელია მასზე ვინმე თქვას ცუდი მოთამაშეაო, რადგან მას კარგად შეუძლია საჯარიმოში ქაოსის შექმნა, რაც ძალიან ეხმარება შეტევას. მეტოქის დაცვას კი საქმეს ურთულებს. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ მისგან გოლები ვიხილოთ და რომ მან ცხრიანის როლი მოირგოს, რისთვისაც ის კლუბში მოიყვანეს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა საკვანძო მომენტი. თუმცა კარგად ვხედავთ, რომ ქომაგებს უყვართ იგი. უყვართ, რადგან ძალიან კარგი სამუშაო ეთიკა გააჩნია და ყველა, ვინც კი ოდესმე ლივერპულში ყოფილა, ჩემს სიტყვებს დაგიდასტურებთ. თუ კი ყავთ გუნდში მოთამაშე, რომელიც ამხელად ძალისხმევას გასწევს და ასე შრომობს, ის ლივერპულის ისტორიაში აუცილებლად ჩაეწერება და ლივერპულის ქომაგებით შეიყვარებენ. დიახ, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მისგან მეტი გოლი, რომელსაც აუცილებლად ვიხილავთ. თუმცა შესაძლოა ეს არ იყოს გოლები, რომლებსაც ველით, მათი რაოდენობის მიხედვით, მაგრამ მისი თამაშის ყურება ნამდვილად მსიამოვნებს. მომწონს მისი ხასიათი და ამის ყურება. მომწონს ის თუ რა როლს ასრულებს მინდორზე. რადგან არასოდეს იცი, რას შეიძლება მოელოდე მისგან.
თუმცა ყოველთვის იცი, რომ მეტოქეებს წნეხში მოაქცევს. ჩვენ უკვე გვაქვს ორი მოთამაშის მაგალითი, რომლებიც ხომაგებს განსაკუთრებით მათი მონდომებისთვის უყვართ. ერთი რობერტო ფირმინო იყო, მეორე კი დირკ იუიტი. ალბათ დარვინ ნუნიესიც ამავე კატეგორიაში ექცევა. ბოლო პერიოდში გაიზარდა იმ კლუბების რაოდენობა, რომლებიც მოთამაშეებში ასტრონომიულ თანხებს იხდიან. როგორ ფიქრობ, ამანაც შეცვალა ის, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთს, თუ ეს სპორტის ევოლუციის ნაწილია? არა, ეს ევოლუციის ნაწილი მგონია. ფიქრობ, წლების წინ ჩვენ ფეხბურთს სხვანაირად ვუყურებდით. და ერთგვარად გუნდის მაქსიმალიზაციას ვცდილობდით. ახლა კი უყურებ შემადგენლობას, რომელიც გყავს და მის მაქსიმალიზაციას ვცდილობ. რადგან გაზრდილია სისწრაფე და სათამაშო სტანდარტები. მოთამაშეები კი შესაძლოა ძველებურად ბევრს არ თამაშობდნენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღრმა შემადგენლობა გქონდეს. დღეს ფეხბურთელები უფრო ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ყოველი წუთი ითამაშონ. მთავარია, რომ ითამაშო იმდენი წუთი, რამდენიც სჭირდება გუნდის სისტემასა და სტრუქტურას. ამიტომ ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. ვფიქრობ, ხომაგებს გვინდა, რომ ჩვენმა გუნდებმა მაქსიმალურად ჭკვიანურად დახარჯონ თანხები იმ მოთამაშეებში, რომლებიც ყველაზე მეტად გამოგვადგება. საბოლოოდ შესაძლოა ეს წარმატების საწინდარი აღმოჩნდეს. თუმცა დღეს ვუყურებთ საფეხბურთო კლუბებს, რომლებიც გუნდის მშენებლობას და მისი საძირკვლის მომზადებას უფრო ფართო სურათში ხედავენ. რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან თანამედროვე ფეხბურთი გაცილებით მრავალმხრივია. რომელი თანამედროვე თავდამსხმელი ჰგავს ყველაზე მეტად შენ სტილს? სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. ალბათ ამ მხრივ ყველაზე ხშირად დიოგო ჟოტას ახსენებენ. თუმცა არ ვიცი, შესაძლოა ასეა. ჩემი აზრით მე უფრო მეტად, ალბათ ცხრიანის ტიპის თავდამსხმელი არ არის, მაგრამ გულწრფელად მაინც მგონია, რომ სათამაშო სტილით მო სალაჰი მგავს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან კარგი გამტანია, თუმცა მე მეტი წუთები მქონდა. შესაბამისად, ნამდვილად მახარებს ეს შედარება და ასევე ძალიან მომწონს, როდესაც ჟოტას მადარებენ, რადგან ფაქტია, რომ ხალხს ის ძალიან უყვარს. მას ბევრი გოლი გააქვს და ამავდროულად მცველებთან ახლოს თამაშობს. თუმცა, როდესაც მე ვთამაშობდი, ვცდილობდი, რომ არა მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში მიაქტიურა, სადაც მცველებს შევერკინებოდი. არამედ უფრო სიღრმიდანაც მეთამაშა და მო სალაჰიც ასე იქცევა. შესაბამისად, ეს შედარება მახარებს. შენ გითამაშია რამდენიმე დიდებულ მწვრთნელთან, რომელთაგანაც საკმარისია დავასახელოთ ჟერარ ულიე და რაფაელ ბენიტესი. რა ისწავლე კონკრეტულად ამ ორი მწვრთნელისგან ისეთი, რამაც შემდგომ შენ სამწვრთნელო მიდგომებზე ზეგავლენა მოახდინა? ეს დიდებული შეკითხვაა, რადგან მე მოთამაშეობისას მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ გამხდარიყავი უკეთესი. იგივე ხდება სამწვრთნელო კარიერაშიც. უკვე მიმუშავია 4 სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურებს გავცნობი ვარ. ვფიქრობ, იმ პერიოდში, რაც მე ამ მწვრთნელებთან ვითამაშე, ბევრი ისეთი რამ ავითვისე, რაც შემდგომში გამოვიყენე. ვგულისხმობ მაგალითად რაფასა და ჟერარ ულიეს ტაქტიკურ ბრწყინვალებას, ან გრემ სუნესისა და როი ევანსის ადამიანთა მართვის უნარებს. შესაბამისად, ამ ყველაფერმა ნამდვილად იმოქმედა. როგორც მანამდე აღვნიშნე, თითოეული ადამიანი გარემოს პროდუქტია და შემდეგ უკვე მეც ვქმნიდი ისეთ გარემოს, სადაც მოთამაშეებს შეეძლოთ სამწვრთნელო სესიებიდან სიამოვნება მიეღოთ. ცხადია, მნიშვნელოვანია შენი შედეგებიც და ის თუ როგორ ამუშავებ შენ სისტემას. მე დიდ ყურადღებას ვუთმობ ამ ყველაფერს და ვთვლი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. მე არ ვცდილობ იმ მწვრთნელების კოპირებას, ვისთანაც მიმუშავია, მაგრამ მე დიდებულ გუნდებში დიდებულ მენეჯერებთან მიმუშავია და თითოეული მათგანისგან რაღაც მნიშვნელოვანი ამითვისებია, რაც წარმატების საწინდარია. და ბოლო შეკითხვა. ლივერპული ცხრილში საკმაოდ დაწინაურდა. ვიცი, რომ ჯერ სეზონის შესაფასებლად ადრეა, მაგრამ როგორ ფიქრობ, ვის აქვს ლივერპულთან გაჯიბრების საუკეთესო შანსი ამ სეზონში? მან სიტის თუ არსენალს თუ ვინმე სხვას? არა, ვფიქრობ მან სიტის. ვიცი, რომ ახლა მან სიტის მძიმე პერიოდი აქვს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მან სიტიმ მიჯრით 4 პრემიერლიგა მოიგო. თასი აღმართა 6-დან 5 ჯერ, თუ 7-დან 6 ჯერ და პრემიერლიგის ჩემპიონობა იზეიმა. ყველამ ვიცით, რომ დიდებული გუნდი ჰყავთ, ძალიან კარგი შემადგენლობა და ვიცით, რომ შეუძლიათ ისეთი გამარჯვებების სერია გადააბან, რომ ეს ყოველივე შედეგიანი აღმოჩნდეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათი მწვრთნელი ნამდვილი გენიოსია.
არსენალსაც კარგი გუნდი ჰყავს. შარშან სიტის ბოლომდე კარგად მისდიეს, მაგრამ გონია რომ ვინც წელს მან სიტიზე მაღლა დაასრულებს, ჩემპიონიც ის გახდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რობი ამ შესაძლებლობისთვის და შენ სამწვრთნელო კარიერაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. სასიამოვნო იყო, მადლობა. მადლობა მეგობარო.